პროევროპელებს და პრორუს კონსერვატორებს მოგმართავთ უზურპირებულ ხელისუფლებას და მოღალატეობრივ გაერთიანებულ ოპოზიციას და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავრებს. ბიჭო, ვის დამოუკიდებლობას აღნიშნავთ თქვენ? ერთი მითხარით რა. არც გაერთიანებული ოპოზიცია, არც სამოციქულო ეკლესია და არც უზურპირებული ხელისუფლება არ ცნობს 70 წლიან ოკუპაცია ანექსიას საბჭოთა რუსეთისას საქართველოზე. ან პროევროპელები და პრორუსები ერთმანეთის მკვლელობით ახართ დაკავებული და ერთმანეთის ომით. სანამ თქვენ ერთმანეთის ომით ახართ დაკავებული, შევარდნაძემ და სააკაშვილმა აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩააბარეს დიდი ლიახვისა და პატარა ლეხვის ხეობები. და ეხლა ბიძინა ივანიშვილი სანამ თქვენ ისევ ერთმანეთს დაგყვეს და დაგანაწევრეს და ევროპისა და რუსეთის ინტერესებისთვის ებრძვით, ოსებმა და აფსუებმა ხო ძმებმა ხო აგვახიეს ისტორიული მიწაწყალი. ეხლა წეროვანში და ეგერ ბაზალეთის ტბაზე სუმთლიანად არაბული სოფლები შენდება, ხო? და გვახევენ არაგვის ხეობას რა, ჩვენი არაბი ძმები და დები და როგორც მე-13 საუკუნეში თქვენ სანამ ერთმანეთის ომში ხართ 100,000 მოწამეს რო დააჭრეს თავი თბილისში, ისე რო დაგაჭრიან ეს მოწყნული არაბები, მე იომეთ ერთმანეთთან პრორუსებმა და არა ევროკავშირი და არა საბჭოთა კავშირი. ჩვენი წინაპრები ქემაინც ქრისტიანობისთვის და ქართველობისთვის მოაჭრეს თავი და არ შეშინდნენ. თქვენ ბიჭო თავების დასაჭრელად რო გაგიყვანონ, ყველაფერს მიცემთ. სიცოცხლეს მისცემთ, მუსულმანებიც გახდებით, რადიკალური ისლამისტებიც და ყველაფერი, ბიჭო. რომელ დამოუკიდებლობას აღნიშნავთ, რა დამოუკიდებლობას აღნიშნავთ, ბიჭო, კოლონია ხართ კრემლისა და ევროამერიკული იმპერიალიზმის, გლობალისტური სამყაროსი. და ორივე ბატონს ერთად ემსახურებით, როგორც კრემლს, ისე ევროამერიკული იმპერიალიზმს. და ეხლა არაბების მონებიც გახდებით ცოტა ხანში.